ელიტარული კლუბი რასად როდის კვლავ აგრძელებს შესარჩევ თამაშების სერიას და დღეს რიგით მეორე თამაშისთვის მოვიყარეთ თავი. როგორც იცით, წინა შესარჩევმა თამაშმა გამოავლინა მე-9 კლასელებს შორის ყველაზე ინტელექტუალური კლასი და ეს გახდათ მე-9 კლასი. ეს კი სათამაშო მაგიდასთან ხდებიან ჩვენი მე-12 კლასელები. Თქვენ წინაშია მე-12 A კლასის გუნდი კონსტანტინე გოგიბერიძის ხელმძღვანელობით. Ხორენა ტიტოლიძე. მივესალმოთ. ანტონ გურულიშვილი. კეთი ცინცაძე. გურამ გელაძე. გიორგი ბერია. და გუნდის კაპიტანი კონსტანტინე გოგიბერიძე. ბატონო კაპიტანო, როგორია თქვენი განწყობა? გაიმარჯვებ? პირველ რიგში მივესალმებ დამსწრე საზოგადოებას. თავისთავადი ალბათ რომ განწყობა ოპტიმალურია გუნდში. ყველას უსურვებ წარმატებას, მაგრამ მაინც გონია რომ ჩვენ დაგვრჩება გამარჯვება. მე-12 B კლასის 6-ეული მაია ბუტკარაძის ხელმძღვანელობით. კამთანა ჩაიძე. მამუკა კახაიძე. აფხაზი ლაკაშიძე. მეგი ჩაიძე. დავით ცეცხლაძე. და გუნდის კაპიტანი მაია ბუტკარაძე. ხალბატონო მაია, როგორია თქვენი განწყობა, ხომ არ ღელავთ? ხელით არ ღელავთ და რა სრულად საბრძოლო შემოქმედება. ძალიან კარგი, ისურვებ წარმატებას. ახლა კი სათამაშო მაგიდასთან მოვიხოთ მე-12 G კლასის გუნდს, რომლის კაპიტანი გახავთ ბექა სიხარულიძე. მივესალმოთ ფანტიზია სამიძე. რაულ ანანიძე. კეთი კორიძე. მატია კუმბაძე. კაპიტანი ბექა სიხარულიძე. ბატონო ბექა, როგორია კონკურენციის გაწევას როგორ აპირებთ? როგორ უნდა ითამაშოთ? მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არ არის სრული შემადგენლობით, არ დავთმობ ჩვენ და მაინც ბრძოლით მიუდგებით ნებისმიერ გუნდს, ყველა გუნდს უსურვებ წარმატებას. ძალიან. სამივე გუნდისათვის დაისმება შეკითხვა, რომელზეც წუთ ნახევრის განმავლობაში მოთამაშეები ეძიებენ პასუხს, რომელსაც აფიქსირებენ ფურცლებზე. პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში კაპიტანი მაღლას წევს ბარათს, ჩემი თანაშემწე შეაგროვებს თითოეული გუნდის ნამუშევარს და წარუდგენს კომისიას. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, მცდარი პასუხი 0 ქულით. დროის ამოწურვის შემდეგ პასუხი აღარ მიიღება. სულ დაისმება 12 შეკითხვა. ქულების დათვლას გავალებთ ბატონ ლაშა ბერიძეს. დარბაზიდან მინიშნებისა კარნახის შემთხვევაში კითხვა მოიხსნება თამაშიდან, ხოლო მოკარნახე დატოვებს დარბაზს. მაშასე ვიწყებთ მეორე შესარჩევ ტურს საუკეთესო მე-12 კლასის გამოსავლენად. ყურადღება, პირველი შეკითხვა. მას ადამიანის ჯანმრთელი ორგანიზმი წელიწადში გამოყოფს დაახლოებით 9 ლიტრს. ის შეიძლება ჩაითვალოს გამწმენ საშუალებად და სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის. ამერიკელი სპეციალისტი უილიამ ფრეო ამტკიცებდა, რომ ამ სითხის გამოყოფას სხვა ფუნქციებთან ერთად ის ფუნქციაც აკისრია, რომ მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.
რომლებიც ორგანიზმში გამომუშავდება სტრესის დროს. ამიტომ მისი შეკავება ეს ნიშნავს ნელ-ნელა მომწამლოს თავი. ყურადღება, კითხვა. ხო, დაასახელოთ რა სითხეზეა საუბარი. დრო. სოფო, ზადაფას. ყურადღება, სწორი პასუხი. მას ადამიანის ჯანმრთელი ორგანიზმი წელიწადში გამოყოფს დაახლოებით 9 ლიტრს. ის შეიძლება ჩაითვალოს გამწმენთ საშუალებად და სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის. ამერიკელი სპეციალისტი უილიამ ფრეო ამტკიცებდა, რომ ამ სითხის გამოყოფა სხვა ფუნქციებთან ერთად ის ფუნქციაც აკისრია, რომ მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმში გამომუშავდება სტრესის დროს. ამიტომ მისი შეკავება ნიშნავს ნელ-ნელა მოვიწავლოთ თავი. საუბარია ცრემლს. 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის სამმა ხომალდმა ატლანტის ოკეანე გადაცუდა და ბაჰამის კუნძულებს და ჰაიტს მიაღწია. ჰაიტის კუნძულებზე ჩასულმა ექსპედიციამ დაინახა, რომ ინდიელი ბავშვები თამაშობდნენ ევროპელთათვის მანამდე უცნობი მასალისაგან დამზადებული ბურთებით. ამ საკვირველ ხტუნავ ბურთებს ინდიელები ამზადებდნენ ხის წვენისგან, რომელსაც მოგვიანებით თეთრი ოქრო უწოდეს. ყურადღება, კითხვა. ხო, დაასახელოთ ეს ნივთიერება. დრო. თუ გაქვთ ვადამდელი პასუხი, დააფიქსირეთ, გამოართვით. რამდენი დაგვრჩა? ყურადღება, სწორი პასუხი. ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის სამმა ხომალდმა ატლანტის ოკეანე გადაცურა და ბაჰამის კუნძულებს და ჰაიტს მიაღწია. ჰაიტის კუნძულებზე ჩასულმა ექსპედიციამ დაინახა, რომ ინდიელი ბავშვები თამაშობდნენ ევროპელთათვის მანამდე უცნობი მასალისგან დამზადებული ბურთებით. საუბარია კაუჩუკის. ყურადღებით, მესამე კითხვა. ჩამოვთვლი ამერიკის შეერთებული შტატების 3 შტატს და მის 3 დედაქალაქს. ჩაიწერე. შტატი ნებრასკა, დედაქალაქი ლინკოლნი. შტატი მისური, დედაქალაქი ჯეფერსონი. შტატი მისისიპი, დედაქალაქი ჯექსონი. ყურადღება, კითხვა. სუთნახევის განმავლობაში თქვენ უნდა დააფიქსიროთ, რა აქვს საერთო ამ 3 შტატს. დრო. შტატი ნებრასკა, დედაქალაქი ლინკოლნი. შტატი მისური, დედაქალაქი ჯეფერსონი. შტატი მისისიპი, დედაქალაქი ჯექსონი. სამივე დედაქალაქი ატარებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის შემდეგი შეკითხვა, ყურადღებით. ცოტა იუმორი გამოვიდა შეკითხვაში. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის ვლადიმერ ჟირინოვსკის ამომრჩევლებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ქალმა განუცხადა: თქვენ როგორ შეძლებთ პრეზიდენტობას, თქვენ ხომ სულელი ხართ?
მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა გონება מחვილურად მიუგო. გთხოვთ დააფიქსიროთ რა მიუგო ჟირინოვსკი. პრეზიდენტის კანდიდატი არის თომას არის. ყურადღება სწორი პასუხი. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის ვლადიმერ ჟირინოვსკის ამომრჩევლებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ქალმა განუცხადა: თქვენ როგორ შეძლებთ პრეზიდენტობა, თქვენ ხომ სულელი ხართ. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიუგო: სულელების ქვეყანაში პრეზიდენტის ყურადღება მეხუთე შეკითხვა. ბატონო რაო ყურადღება. ერთ-ერთ ზღაპარში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანის ჩონჩხის ასაწყობად სხვადასხვა ცხოველის ძვალი გამოიყენა, გარდა ძაღლისა. ამიტომაც არის ადამიანში ლომის ძალა, აკლემის შრომის მოყვარეობა, კატის შეუპოვრობა, ცხენის სულგრძელობა, მაგრამ არ არის ერთი რამ. წუთნახევრის განმავლობაში გთხოვთ დაასახელოთ რა აკლია ადამიანს. დრო. ერთ-ერთ ზღაპარში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანის ჩონჩხის ასაწყობად სხვადასხვა ცხოველის ძვალი გამოიყენა, გარდა ძაღლისა. ამიტომაც არის ადამიანში ლომის ძალა, აკლემის შრომის მოყვარეობა, კატის შეუპოვრობა, ცხენის სულგრძელობა, მაგრამ არ არის ძაღლის ერთგულება. მეექვსე შეკითხვა და ამ კითხვის შემდეგ გამოვაცხადებ რეიტინგი როგორია. ყურადღებით ბრძენს უთქვამს: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, ბევრი რამ დაგიკარგავს. ხოლო თუ X-ი დაკარგე, რაღაც დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. ადამიანი მის გარეშე არაფერია. ის არა მარტო უადვილებს არსებობას, არამედ ავალდებულებს არსებობას. ყურადღება კითხვა. გთხოვთ დაასახელოთ რაზეა საუბარი. დრო. საფო გამოარტი პასუხი. ყურადღება სწორი პასუხი. ბრძენს უთქვამს: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, ბევრი რამ დაგიკარგავს. ხოლო თუ დაკარგე რწმენა, ჩვენ უკვე ვუპასუხეთ 6 შეკითხვას და რეიტინგი ასეთია. მე-12 A კლასი 5 ქულა 5. მე-12 B კლასი 3 ქულა. მე-12 G კლასი ასევე 5 ქულა. ყურადღება მე-7 შეკითხვა სიჩუმე. ბატონო კონსტანტინე, ქალის რომელიმე ხელსაქმე თუ გეხერხებათ? ჯერ ქალის კი არა, კაცის არ მეხერხება. ჩემი სტატუსი და გამომდინარე. აჰა. მაგრამ ალბათ შევისწავლით თუ საჭირო გახდებით. კარგი ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ ერთ-ერთი ხელსაქმე, რომელსაც დღეს მხოლოდ ქალები ასრულებენ,
გამოიგონეს მამაკაცებმა 3000 წლის წინ შუა საუკუნეების ევროპაში. ქალები ამ საქმეში არ დაიშვებოდნენ და ის მთლიანად რაინდთა პრეროგატივა იყო. შემდეგ ეს საქმიანობა კაცებმა დაივიწყეს და მთლიანად ქალების ხელში გადავიდა. ყურადღება თქვა. დაასახელეთ რა საქმიანობაზეა საუბარი. სწორი პასუხი. ერთ-ერთი ხელსაქმე, რომელსაც დღეს მხოლოდ ქალები ასრულებენ, გამოიგონეს მამაკაცებმა 3000 წლის წინ შუა საუკუნეების ევროპაში. ქალები ამ საქმეში არ დაიშვებოდნენ და მთლიანად რაინდთა პრეროგატივა იყო. შემდეგ ეს საქმიანობა კაცებმა დაივიწყეს და მთლიანად ქალების ხელში გადავიდა. საუბარია ქსოვაზე. მერვე შეკითხვა. ძველ დროში მისი საშუალებით წყდებოდა სასიყვარულო და იურიდიული საკითხები. მე-17 საუკუნის დასაწყისში ამის გამო დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ მათ შორის არ იყო არც ერთი გლეხი. მოგვიანებით ის ყველა ქვეყანაში აიკრძალა. თუმცა 1992 წლამდე ნებადართული იყო მხოლოდ ურუგვაიში. ყურადღება, კითხვა. რა აიკრძალა ურუგვაიში ყველაზე გვიან, რითაც ერთ დროს ადამიანები თავიანთ ღირსებას იცავდნენ. დრო.